მინდოდა რომ სახეში შემომერტყა. წინა ვიდეოში ვთქვი რომ დღეს ვიყავით ასული ჯვრის მონასტერზე, მე ჩემი გვერდა ბავშვები და იქ რაღაც ფოტოებს ვიღებდით, ნენეს ვათვალიერებინებდით ირგვლივ ყველაფერს, ვიყავით ბედნიერები, სანამ არ მოხდა ეს ამბავი. ირგვლივ რა თქმა უნდა ქართველებზე მეტი იყვნენ უცხოელები და ერთი დაჯგუფება არაბების 4-5 ბიჭი იყო. იდგნენ მონასტრის კედელთან და ერთ-ერთი ეწეოდა სიგარეტს. მიუახლოვდა ქართველი კაცი, რომელიც მე მგონი ალბათ იქ მუშაობს, დრონით იღებდა რაღაც ვიდეოებს და ხომ გითხარით, რომ აქ არ შეიძლება მოწევაო და თუ შეიძლება ჩააქრეთო და ამან დამცინავად გამოხედა. არ მიაქცია ყურადღება, გააგრძელა მოწევა. ისევ გაუმეორა, რომ თუ შეიძლება ჩააქრეთო და მაცადეო დამამთავრებო. ეს ინგლისურად ხდებოდა საუბარი. და მაშინ ეზოს გარეთ გადი და იქ დაამთავრეო. და ამ ბიჭმა არაო. და მოისროლა ეს სიგარეტი, ფეხებში მოგვიგდო. ეს კაცი გაცეცხლდა. როგორ იქცევითო? აქო ეგრე მოქცევა არ შეიძლებაო. ეგრე მოიქეცის შენს ქვეყანაში და წადიო. და ამან ისე დამცინავად, ისეთი სახე ქონდა, რომ მინდოდა შემომერტყა. მერე ჩემო ქმარმაც უთხრა, გადიო აქედანო და ისე დამცინავად იხედებოდა და ჩემო ქმარს უთხრა, თუ შეიძლება ინგლისურადო და მივედი მე. ყველაფერი ვუთხარი, რომ იყო არასწორი, რომ იყო სხვის მიწაზე, რომ პატივი უნდა ეცა იმ მიწისთვის და იმ ადამიანებისთვის, სადაც იმყოფება, რომ არ აქვს ასე მოქცევის უფლება და ასე შემდეგ, ბევრი რამე ვუთხარი. და ისევ დამცინავი სახე მივიღე პასუხად. ამ კაცმა ქართველ კაცმა დარეკა პატრულში და აუხსნა სიტუაცია, იმიტომ რომ იქ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა და იყო ჩხუბი. ეს არაბები ისევ დამცინავი, როგორი ამაზრზენი სახეებით გვიყურებდნენ, ვერ წარმოიდგენთ. სულ რომ არაფერი ეთქვათ ამ სახეების გამო ჭკუიდან გადავედი, მაგრამ სამწუხაროდ ამბობდნენ, რომ არავინ გვეკითხება, რაც უნდა იმას იზამენ და ასე შემდეგ. ამ კაცმა დარეკა პატრულში, აუხსნა სიტუაცია და გამოუშვითო ეკიპაჟიო ჯვრის მონასტერზე, აქ არის ჩხუბიო. ეს ბიჭები დაიძრნენ, ეს არაბები ეზოს გარეთ და ეს ქართველები ჩვენც წამოვედით, გამოვყევით. ეს კაცი უბნება არ წახვიდეთო, პატრული მოდისო და ვისაც გინდათო იმას დაურეკეთო, ან ფეხები ვერ მოგჭამონო. მერე მე ვუთხარი, რომ მე რომ იგივე მექნა შენს ქვეყანაში, ხომ გამროზგავდნენ, ან კიდე უარეს მიზამდნენ თქო. ისევ დამცინავი სახე. მერე ამ კაცმა უთხრა, წადი შენს ქვეყანაშიო, აქ არ გაქვს მაგის გაკეთების უფლებაო და მსგავსი რაღაცეები ესაუბრა და ამან ეგო რასიზმიაო. და მე ვუთხარი, რომ ეგ არ იყო რასიზმი, ეს იყო წმინდა ადგილი ჩვენთვის, რომელსაც უნდა ეცა პატივი. მაგრამ წავიდნენ მანქანისკენ, ამ კაცმა არ წახვიდეთო, პატრული მოდისო, მაინც წავიდნენ, რომ ჯდებოდნენ, თითი აგვიწიეს, მიხვდებით, რომელი თითი. წავიდნენ ისე ბედნიერად. ამ კაცმა გადაიღო მანქანის ნომერიც და ყველაფერს და არ ვიცი შემდეგ ხარ რა მოხდა, მე ბავშვებთან ერთად ვიყავით ჩვენ და წამოვედით. მაგრამ იქ დანარჩენმა ქართველებმა დიდი ვერაფერი ხმა ვერ ამოიღეს და როცა წავიდნენ მერე დაიწყეს თავზე და გვასხდნენო და ასე შემდეგ. ხალხო თავზე დაგვასხდებიან კი არა, უარესაც გვიზამენ. ისეთ საზოგადოებაში, სადაც ჩვენ ვართ, ისეთ სისტემის ქვეშ, რომელშიც ვიმყოფებით სამწუხაროდ და იმედი მაქვს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, უარესაც გვიზამენ. ყველამ თუ არ ამოვიყეთ ხმა. თუ არ ვცდები, სამუელ ჰანტინგტონი წერდა, რომ თუ კი იმიგრაციის დიდი დოზით განხორციელება, სადაც ადგილობრივებთან ინტეგრაცია ვერ ხდება,
იწვევს სოციალური ინსტიტუტების ჩამოშლას. ჩვენთან ჩამოშლილია უკვე. და თუ კი ინტეგრაცია ვერ მოხდა მათთან, თუ მათ შეზღუდეს ჩვენი უფლებები, თუ ესე მოგვექცნენ, ჩვენ სხვა რა დაგვრჩენია? რა უნდა ვქნათ? ესე შევავიწროვოთ სათითაოდ, სულ ცალფეხზე კიდიათ ჩვენი ნათქვამი. იმიტომ რომ იმედი აქვთ, რომ ეს სისტემა მათ დაიცავთ. ჩვენ არა, ადგილობრივებს არა. ამიტომ იცით რატომ? ზუსტად ასეთ ხალხს ეს ამ საზოგადოების მცირე ნაწილი, მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ, ხვდებიან საკუთარ სასტუმროებში წმინდა ნინოს ხატებით და ებოდიშებიან. ესეთი ხალხი საბოლოოდ იმ წუმპეში აღმოჩნდება, რომელსაც თვითონ ითხრიან. ნუ გონიათ, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება და ესე იქნებით ყოველთვის. შანსი არ არის.